რუსეთთან დიალოგის მსურველ ევროპელთა რიგებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუერთდა ის, რაც სხვებისთვის აკრძალული იყო, მათთვის საჭირო გახდა. საინტერესოა ისიც, რომ არგუმენტების ძიებაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას ასახელებენ, გეოგრაფიას კი სულ უფრო მეტი ჩიხში მყოფი იშველიებს თავის გასამართლებლად. ამასობაში გერმანიისთვის რუსეთი ევროპული ქვეყანაც გახდა. ნინი გოგიშვილის სიუჟეტი. ჩვენი აზრით მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან საუბრისთვის. ამ მზადყოფნისთვის ევროპელ პოლიტიკოსებს 4 წელი დასჭირდათ. დაშვებული შეცდომების ირიბად აღიარების გზას ლიდერების შემდეგ ახლა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები დაადგნენ. უკრაინის ომიდან 4 წლის თავზე ბრიუსელში სამიტის ფარგლებში შეკრებილებმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზები განიხილეს. ეს მედიასთანაც არ დამალეს. ისიც ღიად თქვეს, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობით დაწყებულ მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნა მათაც სურთ. ანუ ახლა მათი სურვილია, რომ დიპლომატიური გზებით ომის დასრულების პროცესში თავადაც ჩაერთონ. ევროპა რუსეთთან მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყოს. ყოველთვის ვამბობთ, რომ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ მოლაპარაკება ევროპასთან ერთად. ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები და სათქმელი. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს. მე მსურს ევროპა იყოს წარმოდგენილი იქ, სადაც მსჯელობენ ევროპის მომავალზე. ყველა დისკუსია კარგია, მაგრამ ევროპასთან ერთად უკეთესია. მათ ამ გზავნილებს მწვანე შუქი ევროპელმა ლიდერებმა აუნთეს. მანამდე იყო საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომლითაც ემანუელ მაკრონმა ევროპას უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობა რუსეთთან ერთად შესთავაზა. იმავე რიტორიკით გერმანიის მთავრობის მეთაურმა დიალოგისთვის მზადყოფნა გეოგრაფიული მდებარეობით გაამართლა და რუსეთს ევროპული ქვეყანა უწოდა. მათ სიაშია კიდევ რამდენიმე ევროპელი ლიდერი. ეს მეტყოლებს იმაზე, რომ ისინი არასწორ პოლიტიკას ატარებდნენ და ეს მეტყოლებს იმაზე, რომ რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგი არ შეიძლებოდა და ყველას უგრძალავდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან არასერიოზული პოლიტიკის შედეგი. ეს ომი დასრულდებოდა დაწყებიდან 2 თვეში, რომ არ ჩაეშალათ უკრაინა რუსეთს შორის მიღწეული მოლაპარაკებების ასე ვთქვათ შედეგი, რის მიხედვითაც ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო 2022 წლის აპრილში სტამბულის შეთანხმებაზე მაქვს საუბარი. პოლიტიკური პროცესებიდან გარიყულები პოლიტიკური ეჭვიანობის ფონზე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ. ასე ხსნის მართველი გუნდი ევროპელთა რიტორიკის ცვლილების რეალურ მიზეზს. მათთვის პარადოქსია, რომ პრაგმატული პოლიტიკის მნიშვნელობაზე ახლა ისინი ლაპარაკობენ, ვინც 4 წლის წინ ამ გზის არჩევის გამო საქართველოს გარიყვა გადაწყვიტეს. როდესაც თვითონ დადგნენ კრიზისის წინაშე, საერთოდ შეიძლება დაივიწყონ ახლა უკრაინის საკითხი და თავის საკითხების გასარკვევად მიაკითხონ რუსეთს. შეიძლება რაღაც დრო დადგეს, მერე სტრატეგიულ პარტნიორობაზეც დაუწყონ ლაპარაკი. ახლა 4 წლის მერე მიხვდნენ ისინი, რომ თამაშგარე მდგომარეობაში თვითონვე ჩაიგდეს თავისთავი და ახლა უნდათ გამოსავლის პოვნა, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება, რომ ეს გამოსავალი იყოს მათთვის. ისინი უკვე ყველაფრისგან გაირიყენ. ჩვენ როდესაც გვიკიჟინებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა, ჩვენ როცა მოგვიწოდებდნენ, რომ მოხალისეები გაგვეგზავნა, ბოლო წერტილი რა იქნებოდა, ეს იქნებოდა ომში ჩართვა ჩვენი მხარის. ეს უნდათ, ეს ამოცანა ქონდათ და როცა არ გამოვიდა და მიხვდნენ 4 წლის თავზე, ახლა უკვე შეცვლილი რიტორიკა აქვს და ახლა თურმე რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში. აი ცინიზმია 2030-ისთვის საქართველოს იქნება მზად ყველა თავისი კრიტერიუმებით, რომ ღირსეული წევრი გავხდეთ ევროკავშირის. ზუსტად ვიცით, რომ 2030-ისკენ ეს ხალხი არც ერთი არ იქნება. ორპირების, ფლიდების, მშიშრების ადგილი არ არის ევროკავშირის ხელმძღვანელობაში. გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს ხელისუფლებას არც პოლიტიკა შეუცვლია და არც მიზანი, განსხვავებით ევროპელი ლიდერებისგან.